ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების კმყიდველნი და სდომარე მეკერმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა. აგრეთვე ხარების და ცხვრების, ფულის გადამცვლელებს ფული დაუბრუნია და მაგიდები აუღირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია: შენი სახლის შური შენ ჭამსნე. მიუგეს მაშინ იუდეველებმა და უთხრეს: რა ნიშანს გვიჩვენებ ამას რომ აკეთებ? მიუგო იესომ და უთხრა მათ: დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი 46 წელიწადს შენდებოდა და შენ 3 დღეში აღადგენ მას? ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს ამას რომ ამბობდა და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა. ხოლო როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. თვითონ იესო არ ანდობდა მათ თავის თავს, ვინაიდან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა რა იყო ადამიანში.